ჩვენმა ჟურნალისტმა თეო ცოცხიძემ მოამზადა სიუჟეტი, სადაც გვთავაზობს სასარგებლო რჩევებს ბინების მეპატრონეებისთვის, რომელი უბანია უფრო მიმზიდველი გასაქირავებლად, სად რა ფასები აქვს ბინებს და საერთოდ როგორ გავაქირავოთ ბინას სწორად. ნახოთ სიუჟეტი და შემდეგ დაგიბრუნდებით ისევ სტუმართან ერთად. წელს ბინების დაქირავებასთან დაკავშირებით მიმართვიანობა შედარებით გაიზარდა მარტის თვიდან. მომართვიანობა ძირითადად ეხება ეკონომ კლასის ბინებს, ერთოთახიანი და ოროთახიანი. დიდ ბინებზე შედარებით ისევ ნაკლები არის მომართვიანობა და შედარებით უჭირს კიდევაც დიდ ბინებს გაქირავება. პატარა ბინებზე სტუდენტებიც მოგმართავენ, უცხოელებიც მოგმართავენ, არის ქართველი წყვილები, ოჯახები. ბაზარს განაპირობებს ორი მხარის ქცევა, როგორც მიმწოდებელი მხარე, ასე მოთხოვნის მიმართულებით არსებული მხარე. ასევე შეცვლილია მიმწოდებელი მხარის ქცევაც. ზოგიერთმა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ არ მიაწოდოს ბაზარს თავისი გასაქირავებელი უძრავი ქონება და ჩაკეტოს. ზოგიერთმა თქვა, რომ კი ბატონო, თუ არ არის უკუგება იმ ხელა, რისი მოლოდინიც მქონდა, იყოს ნაკლები, ამითი გადავიხდი დაუშვათ იპოტეკურ სესხს ან რაღაცა მსგავს პრობლემებს მოვიხსნი და მაინც აწვდის უძრავ ქონებას ბაზარს და ზოგიერთი კითხვის, რომ გარკვეული ნაწილობრივი თანხა დააგროვა მესაკუთრემ, გაწყვეტა გაყიდოს და უფრო დიდი ფართი იყიდოს, რომელსაც ასევე გასაქირავებლად გამოიყენებს. ფასებს რაც შეეხება ბინის მდგომარეობას და მდებარეობას გააჩნია. დიდი დიღომი, გლდანი, ბარკეთილი, ის ადგილები, რომლებიც მეტროებთან ახლოს არის, ყოველთვის საინტერესო იყო ბიუჯეტური სექტორისთვის. ესენი სულ ამ სეგმენტზე პოპულარულია. ერთსაძინებლიანი იზოლირებული ბინები საბურთალოზე შეიძლება ვნახოთ $450 და $1500-დან. ტურისტებისთვის მოსაღები არის უფრო მეტად ძველი უბნები, მთაწმინდა, სოლოლაკი უფრო აქ ქირავობენ და მომართვიანობა აქ არის. სტუდენტებისთვის საბურთალო, რადგან აქ ძალიან ბევრი სასწავლებელია და ტერიტორიულად ტრანსპორტირების მხრივ მათთვის მარტივი არის მისვლა. თუ ვთქვათ განვიხილავთ პრემიუმ სეგმენტებს, მაშინ უფრო გადავდივართ ვაკისკენ, გადავდივართ ლისისკენ. უცხოელი სტუდენტები არიან და ზოგადად უცხოელია და მქირავებელი, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის როგორ კორპუსში იქირავებს ბინას. პირველ რიგში გვეკითხებიან, რამდენად არის დაცული კორპუსი, რამდენად ახალი აშენებულია და რამდენად კომფორტულია და რემონტის ხარისხი. აი ამაზე გავამახვილებ ყურადღებას. პირველ რიგში აინტერესებთ, რამდენად ასე ვთქვათ, მსუბუქი და ნათელ ფერებშია ბინა. შეიძლება ბინა მოეწონოს, მაგრამ თუ მუქ ფერებშია გადაწყვეტილი, რატომღაც არ მოწონთ ასეთი ბინები და კომფორტული რა თქმა უნდა, ყველა ტექნიკით, მათ შორის ჭურჭლის სარიცხი მანქანითაც უნდა იყოს აღჭურვილი. ძალიან კარგი იქნება უცხოეთის პრაქტიკას თუ გავიზიარებთ, თუ იქნება მესამე ანგარიში, რომელზეც დაიდება გამქირავებლისთვის, დამქირავებლის რამდენიმე თვის თანხა, რომელიც იქნება სრულიად ხელშეუხებელი და პრობლემის შემთხვევაში ამ თანხიდან იქნება უკვე ანაზღაურება ან გარკვეული ტიპის რაღაცა დაზიანებების, ან კომუნალურების არ გადახდის, ან გაპარვის და ასე ვთქვათ, აი ეს ძანკა იქნება თუ ამას რამენაირად მერე ჩვენი კანონმდებლობა გაიაზრებს. ჩვენ ბევრად კომფორტულად ვემსახურებით, გასაგებია რომ ამაში ვიღებთ გადასახადს ჩვენს საკომისიოს, მაგრამ ჩვენთან მეტი მოთხოვნა შემოდის და შესაბამისად შეგვიძლია ბინის გაქირავებას, როდესაც მომაწვის განცხადებას უფრო მეტ კლიენტს შევთავაზო, ვიდრე ვთქვათ მას, მაგრამ ეს უკვე მათი გადაწყვეტილებაა, ვერავისფერ დავავალდებულებთ, რომ აუცილებლად ჩვენით გააქირავონ ბინა. ყოველთვის უნდა იცოდეს მესაკუთრემ, ვინ ცხოვრობს თავის ბინაში, რა ხანგრძლივობით, ან რა ტიპის ცხოვრების წესით, რომ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს არ ქონდეს გაქირავებულ უძრავ ქონებაში ადგილი. მქონდა ერთხელ ასეთი შემთხვევა, როდესაც აღმოსავლეთის ქვეყნებიდან იყო ჩამოსული ძალიან კარგი ადამიანი და უცებ გაქრა. ანუ საწავიდა არავინ ვიცით,
ეხლა ბუნებრივია ამ ადამიანის ძებნა იქნებოდა წარმოუდგენელი ჩვენი თვალსაზრისით, წავიდა ზამთარში და დატოვა ძალიან დიდი რაოდენობის კომუნალური მომსახურებები, გადასახდელი. ჩვენი მესაკუთრე არ არის დაცული არაკეთილსინდისიერი დამქირავებლის დროს. აი ამიტომ არის ზუსტად ის სათადარიგო ანგარიში საჭირო. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენით გააქირავეს თავისით აუცილებლად გააფორმონ ხელშეკრულება, იმიტომ რომ ეს არის დაცვის ერთ-ერთი კარგი საშუალება.